გამარჯობა მეგობრებო. აბა როგორ ვარ დღეს? მაშასე გამარჯობა გამაგრეპლინგის რიგით ღონისძიებაზე. ჩვენ დაგეგმილი ქონდა ნახევარფინალი გიმნაზიისა და კოზანოსტრას შორის, თუმცა სამწუხაროდ ჩვენთვის და რა თქმა უნდა მაყურებლის სამწუხაროდ გიმნაზიამ ტრავმების გამო ვერ შეკრიბა გუნდი, რაც ნიშნავს, რომ კოზანოსტრა გადადის ეგრევე ფინალში. ხო, გუნდურ დაპირისპირებებს რაც ეხება შემდეგ თვეში გველის ნახევარფინალის მეორე სერია, სადაც Black Eagle დაუპირისპირდება Legions და ფაქტიურად გამარჯვებული მათ შორის გუნდი შეხვდება კოზანოსტრას ფინალში. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ დღეს ჩვენ გველის 6 სუპერფაითი, სადაც დაუპირისპირდებიან ახალგაზრდა სპორტსმენები, ისევე როგორც თქვენთვის უკვე ცნობილი გმირები. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო უპირველეს ყოვლისა აქ დამსწრე საზოგადოებას, გამარჯობათ. ხო, ჩვენ ხმაური გვიხდება. უღრმესი მადლობა ჩვენს ონლაინ მაყურებელს გამა FC TV-ზე. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც უყვარს ეს მომაკვდინებელი სპორტი, რომელსაც გრეპლინგი ეწოდება. ყველა ჩვენს პლატფორმის გამომწერს. გთხოვთ აპლოდისმენტებით მივესალმოთ. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც არიან ახალი ხედვა ჩვენს კომპანიას გვერდში უდგას უკვე ბევრი წელია და გრეპლინგსაც დაუდგა გვერდით. ახალ ხედვას შეუძლია ჩვენ სპორტსმენებს მიიღონ უსასყიდლოდ სამედიცინო მომსახურება. გთხოვთ აპლოდისმენტები. და ასევე დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერს Windham Grand Tbilisi. ასევე გთხოვთ აპლოდისმენტები და უთმოთ მათ. ხოლო რაც შეეხება ჩვენს პირველ წყვილს, თუმცა სანამ პირველ წყვილზე გადავიდოდი, მივესალმოთ ჩვენს კომენტატორებს. ლუკა ჯიცერი, კვარაცხელია, თემო მამასაშვილი. ასევე მივესალმოთ საჯებს, რეფერი რინგზე, შოთა აკულაშვილი. გვერდით ამ საჯები, გიორგი ხინჩაგაშვილი. მარიამ გოგიშვილი. მაშასე მეგობრებო, მზად ვართ პირველი წყვილისთვის. დავიშალოთ, არ ვარ მზად? მაშინ მომეცით ხმ თუ მზად ვარ. ეთილი, მე მინდა ვიხმო ჩვენს fight pitch-ში ლუკა ლომიძე. მივესალმოთ ლუკას. დღეს ლუკას მეტოქეა. მისი სეხნია ლუკა ვახანია. Yeah. It's one of the ones. Let go. You doubt it, I would make it keep that energy. Try to do it how. მაშასე, ჩემგან ხელმარცხნივ ლუკა ლომიძე. ლუკა არის თეთრი კამარი, არის 19 წლის. სპორტსმენები ურჯიან 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ლუკა წარმოადგენს კლუბ Grapple Street. ლუკა ლომიძე მეგობრებო. ლუკას მეტოქე. ლუკა ვახანია. ლუკა არის ლურჯი კამარი 20 წლის და წარმოადგენს კლუბ Gladius. როგორც მეტოქე იწონის 74 კილოგრამს. ლუკა ვახანია მეგობრებო. მაშასე მოგესალმებით გამა FC TV-ს მაყურებლებს, ვიწყებთ გამა გრეპლინგის მორინის საყრდენს ტრანსლირებას.
თქვენთან ერთად დღეს ვიქნებით მე ლუკა კვარაცხელია და თემო მამასაშვილი. როგორ ხარ თემო? მოგესალმებით, კარგად მაშინ. კარგად, ვიწყებთ პირველი წყვილით. ლუკა ლომიძეს ძალიან უყვარს ჭიდაობა, აი რაჟგრადი რომ ვისაც არ აცვია. თუმცა არ დასაუბრა. არ გამოადგება დღეს სავარაუდოდ. ვახანიას უყვარს ეს პოზიცია და მისი საყვარელი ლეთი არის ბაგი შოუქი, ბევრჯერ მინახავს შეჯიბრებზე როგორ იჭერს ხალხს. ძირითადად ამილეს აკეთებს ხო? ეხა ბატერფლაიში გადაიყვანა, shoulder crunch-ზე მუშაობს. ვახანია. ეს მარჯვენა იდაყვი ძალიან დაბლა აქ იმისთვის, რომ ეხა ეს shoulder crunch-ი იყოს გამოსადეგი. MMA-ის მებრძოლივით ამუშავებს ეხლა ლომიძე გახსნას არაპირებს თითქოს. დაველოდოთ დარტყმებს. აი დაყვირო გაუქან. ტანის სამკუთხედით თუ ირთავს ეხა არასდროს საშუალებას გასწორდეს ლომიძე. ნუ რეალურად თუ არ გახსნა ეს სამკუთხედი ერთ-ერთი გზა იქნება რომ ფეხზე ადგეს თავის თავზე წამოიღოს ვახანია ეხა გახსნა მუშაობს რაბერგარდზე ნიუ-იორკი ესე ქვია პოზიციას რატომღაც ლომიძე თუ არ ადგა აქენ არაფერი არ მოხდება ან გარს თუ არ გასდა იქნება მომენტი რომ აღარ უნდა შეყვეს close guard-ში იქნება მომენტი რომ ხა აი სამკუთხედზე მიცოცავს მაგრამ ჩააბრუნა მაინც close guard-ში ვერ ჩაუტოვა ფეხი თორემ გრეპლინგში ნოუგი ჯიუ-ჯიტსუში ესე ათგომის გარეშე გარდის გახსნა ძალიან იშვიათად მინახავს ალბათ ძალიან გაუჭირდება ფეხზე მოწამოდგეს აუცილებლად გიშიც დღესდღეობით ხა მუხლებიდან ძალიან რთული ვერ გახსნა გარდი თუმცა ნოუგიში close guard-ის კონტროლის ბევრად რთულია ვიდრე გიში ხა კარგი კუთხე მიცა სხვა შორის ვახანია ჯერ არაფერი ისეთი მაგრამ ცდილობები აქვს და ცდილობს რომ ხელის იზოლირება მოახდინოს ისე არ ცდილობს თითქოს ლომიძე გასვლას რომ ზოგადად საბიშენ გრეპლინგში შეიძლება არის ხოლმე მომენტები რომ ელოდებიან იმ დამატებით რაუნდებს როცა სპაიდერობიან ზურგი არის ხოლმე და იქიდან მუშაობას ამჯობინებენ და შეიძლება იყოს ეგ გეგმა აი ბაგი შოუქი მუშაობდა მაგრამ ნუ ხაი close-დან რთული ასაღები არის თუ ძალიან ელასტიური არ ხარ აი კუთხე არ მეცი კი მაგაზე ადრეც საუბრობდით ზოგადად რომ ანუ ამ წესებს აქვს ხარს მინდა ვთქვა რომ რაც თავში არ ჩაუждდეს მაგრამ შეგიძლია სტოლინგი გააკეთო პირველი 6 წუთი და მე თუ აი ეს ერწოდებული მოვიც მე ეგრევე ზახი რაღაც დონეზე პენლებსაც ხილი ჭირდება და პენლებს ვეძახი უფრო გადაიყვანო და მე იქიდან თქვათ რაღაც გარკვეული პოზიციებიდან თქვათ 50-50-ზე შანსი მაინც კონდეს რან ფურცელზე მაინც 50-50-ზე თუ კარგი დაცვა გაქვს კარგი დაცვა, კარგი შეტევა. არა, აშკარად მაგ გეგმას გონია რომ მაგ გეგმით არის გამოსული ლომიძე, იმიტომ რომ ეს გარდის გახსნის მცდელობა საერთოდ არ მინახავს შეჯერო. მე მგონი უჭირს კიდევაც რა სიმართლე საბისტილება რჩება რომ თლათ ანუ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა გააკეთოს. ანუ რომ დამენახა მცდელობა რომ ფეხზე ადგომა დააპირა და ჩაიყვანა ისე ვახანია შეიძლება, მაგრამ თითქოს აი მიყავს ეს 6 წუთი ბოლომდე. ხა წააგებს ალბათ ამ პირველ 6 წუთს პასიურობის გამო, თუმცა ალბათ ეს არ ანაღლებს. რაზეც არის მოსული ის მუშაობს ჯერჯერობით. შესაძლოა ინსაიდერ სკუპები აქვს რაღაც. არა, ეს ძალიან რთულია დაკეტილი გარდიდან ბაგი შოუქს აკეთება. აი ძალიან მოქნილი უნდა იყოს. მით უმეტეს ლომიძემ დაწმუნებული ვარ იცის ვახანიებს ეს უყვარს და აი ახლა სამკუთხედში ჩავარდა. ახლა აუცილებლად მოუწევს ფეხზე ადგომა ან მარჯვნივ გადაკოტრიალებს. გაიმართა თავი არ უნდა მოაკაჩინოს, მნიშვნელოვანი ახლა ჯერ არის ახლა სივრცე, ხელი აქვს იდაყვი, საკმაოდ კარგად აქვს ჩატოვებული.
ჯერობით არ შეიძლება გაიგუდება. გაიგუდოს, მაგრამ ნაკლები შანსია აი სლემი რომელიც შეიძლება ზუსტად არ აქვს კარგად ჩაკეტილი. და ხარი არებჯინება ჯერჯერობით კარგად არტერიას როგორც ხედავ ხა აქედან. წვრთნელი ეძახის ლუკას რომ გაიმართოს. თუმცა გვინახია მაგ პოზიციიდანაც დასრულებულები. რეალურად რივერსზე რო გადავიდე შეიძლება უკეთესი იყოს ვახანიასთვის. აუთ ვერ ისკავს, თუმცა ბოლო წამებზე ეს ხელი თუ არა მოიღო ვერ დაასრულებს ხაუეჭველი. რაც კარგად უჭირავს ლომიძეს. ეს არ გაიგუდება აქ მაქსიმუმ ომოპლატა შეიძლება ბოლო წამებზე გაუვიწყოს. არც ანბარი არ გამოვა, იმიტომ რომ იდაყვია რა გადმოტანილი წესით 5 წამში დასრულდება ახლა ეს პირველი რაუნდი. კი ბატონო, დავაღვდოთ საჯების რატოილებას, თუმცა ცალსახაა რომ ვახანია მოიგო პირველ 6 წუთში. მაგაზე ვერ ვიდავართ. მივმართოთ საჯებს. ვისაძლევენ უპირატესობას ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. პირველი იწყებს ლუკა ვახანია ზურგის აღებით. ვიწყებთ პირველ რაუნდს, აიღო ზურგი ვახანიამ. მეგრევე სამკუთხედი შეკრა რაც კონტროლისთვის იდეალურია. ხელის იზოლირება უნდა. სხვა შორის აი ამ რაღაცას ვერ ვხედავ ხშირად გამაშერება, თითქოს პირველი რაღაცას გასწავლიან ზურგზე უნდა გააკეთოს აღმოჩნდება. ხელებს თითქოს შეკრულია, მაგრამ ზმად არ არის ჩასული. არ არის გამოვიწყული რა. აი შეიძლება ჩაასულოს. თვითონ აი ახლა თითქოს ჩავიდა გაუჭირდება გამოსვლა. ძალიან თუ პოზიცია შედეხლა ლომიძე. ეთა ეს შანსი რჩება რომ იდახს ააწვეს. ნუ კაი ზუკარეს ორი მიმართულებით ტრიალებს. თავი უნდა შეატრიალოს პირველ რიგში. ვახანიასკენ დაეხმარება და გამოძრა ორი რიგზე თითქმის გამოსული არის. აქ თეორიულად არის ტვისტერის შანსი, მაგიტო არ ამთავრებინებს ახლა მსაჯი ამ რაუნდს. თუმცა ძალიან გაუჭირია რო დათმოს უკვე წესებით. არ მიყვება სხვათა შორის. ხანია, მაგრამ 9 წამი დარჩა. ლომიძეს რისი პრობლემაც არა აქვს შეგვიძლია ვთქვა ზოგადად, როგორც სპორტსმენს არის კარდიო, ყოველდღე ვარჯიშობს ეს ბიჭი. შეგვიძლია 20 რაუნდის ჭიდაობა. ამ ხრივ ალბათ ერთ-ერთი ლუკა ლომიძეს გეგმის არსებობის რა გადმოსულიყო იგივე პოზიციიდან. რომ არ დაიღლება. გადარჩენაზე ბრძოლის გაძლებაზე ბრძოლის ჩანასახი ვნახეთ უკვე და ვნახოთ როგორ განვითარდება. ისის მახრჩობელა ხელის მხარეს დაწვა, ან შეიძლება წაიყვანა ვახანიამ თვითონ. თითქოს კარგავს ზურგს. მაუნტი და მარტივად გამოუძრა. უკალი და გრაპლერი ჩემში ცოტათი ეგეთ რაღაცებზეც ახსახებს, იმიტომ რომ გათმობინებია. მე მეც მაუნტი მირჩევნია ყველა პოზიციას, მე ჰოჯერ გრეისის მხარეს ვარ, რომ მაუნტია სუპერიორ პოზიცია. კი ბატონო. ვინმეს თუ არ მოგწონთ ედავეთ ჰოჯერ გრეისის, მე არა.
სპაიდერობით ვიწყებთ. აქედან უფრო მაღალია submission rate გამაგრეპლინგში. ფეხებში აქვს ძალიან კაი არის და გამოსულია თითქმის თავი უნდა აწიოს და ეგარ. სამკუთხედი შეიძლება თეორიულად და თითქმის გამოტანილია იდაყვი თითქმის. არა, ეხა აქ გასულ ყველაფერი. ყველაფერი არ მორჩა, გულისხმობდი რომ გამოსული იყო. რაუნდი მორჩა. მაჯას უნდა შეუტიოს ხა და არა იდავს შიგნიდან სახსარს. უცნაური გრიპით იცავს თავს ეხა ვახანი ეს არის საუკეთესო საშუალება საშუალება. ძალიან მარტივად შეიძლება მაგის გატეხვა მაჯიდან შეტევა მანუ მაჯას თუ გახსნევა shoulder hook-ით. აი გადადის ეხა მაგრამ არასწორი ხელი შეიტანა. შოიბარის პოზიციაში აღმოჩნდნენ ეხა უცე თუმცა იმდენად სუდი გრიფი აქვს მე მგონი მართლა რა ეხა ეს გრიფი აქვს მე რომ გამოსული პრაქტიკულად მაგრამ იდაყვი გამოტანილი არა გამოსული ისევ ზურგზე გადავდივართ ისეთ ბრძოლებში ვისაც უფრო უნდა ხოლმე საბოლოოდ ისიგებს, რაც მეტი ენერგია დარჩება, ნახოთ. აქ რეკორდი აზვაქ ნანახი იყო 32 წუთი იჭიდავა ნიკავეკუამ იაროსლავ რიმაშევსკისთან. ჯერჯერობით 12 წუთი გვაქვს აქ. კარგ პოზიციაში აქედან მეტი ოფცია არის ზურგიდან. აქ ანბარიც არის და თითქოს მაგას აპირებს, კი მაგას აპირებს და აღმოჩნდა იმ პოზიციაში, სადაც აღმოჩნდება ამ რაუნდის შემდეგ თუ თქო უნდა გაძლო იმ რაუნდამდე. სამკუთხედზე აპირებს გადასვლას, შეტრიალებული ძალიან კარგი პოზიცია თითქოს, მაგრამ გააჩერა საჯმა გააჩერა ხო რატო გააჩერა ბოლომდე ვერ მიხვდი მაგრამ ზუსტად მეც არ ვიცი მაგრამ რა ძალიან კაი პოზიცია გქონდა ზურგიდან სამკუთხედი ხო შესაძახებელია რა არის გაჩერება კარგად მაშინ რა მაგას პოზიციის გაუნჯობესება ქვია ჩემი აზრით ზურგის სამკუთხედი წავედ ისე ზურგზე უხეშად ცდილობს ცხვირი აუწია ხელი შესურებას. ეხა ეს უკეთესი პოზიცია არის, ვიდრე საიდანაც დაიწყეს, თუ გააბტყელებს კიდე უკეთესი იქნება. ერთი ხელი თითქოს არა ვერ შეიტანა. რატო დაბრუნდა უკან და რატო არ დარჩა ზემოთ ეხა ეს კითხვა გამიჩნდა და ალბათ არის პასუხი. და ეხა აქვს შანსი დაასრულოს. შეიძლება თითქოს თავის უკან კარგი შანსი აქვს ახლა დაასრულოს. აქ ახლოს არის სახეზე ეთყობა რომ წვალობს ვახანია და დანებდა ლუკა ომიძის პირველი გამარჯვება გამაგრეპლინგში მიულოცოთ ლუკას საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ზურგიდან მარყუჟით. დაპირისპირებაში შეძლო ლუკა ლომიძემ თუ გამოებთხნა ეს გამარჯვება თავის სეხნიისთვის. ხოთ გრეპლერებს მიბრძანდეთ საჯთან. მას ასე ამ ბრძოლაში დამატებით რაუნდში რომელი რაუნდი იყო მესამე დამატებით რაუნდში rear naked choke-ით გამარჯვებულია ლუკა ლომიძე ლუკა ვახანია გავაცილოთ აპლოდისმენტებით ვინაიდან
ძალიან მაგარი დაპირისპირება შემოგთავაზა. ლუკა, გილოცავ გამარჯვებას მით უმეტეს ასეთ ძნელ დაპირისპირებაში. რა აზრის ხარ, როგორი კმაყოფილი ხარ შენი თავით და როგორ შეაფასებდი მეტოქეს? პირველ რიგში გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გამას, რომ მომეცით საშუალება აქ მიასპარეზა. ოპონენტს რაც შეეხება, ვიცოდი რომ ჩემზე მეტად გამოცდილი იყო და რაღაც ჩოლებრივი მომზადებით არ უნდა გავსულიყავი, რაღაც არასტანდარტული მაინცეთი მჭირდებოდა და შეუძლია რა ძალიან რთული იყო, ძალიან ძლიერი ბიჭია და მადლობა მას. ეს გათვლა გქონდა შენ და შენს გუნდს, რომ დამატებით დროში მოგქონდა გამარჯვება თუ უბრალოდ ასე გამოვიდა? ჩემ გუნდთან ამაზე ნასაუბრი არ მქონდა, მაგრამ ჩემ თავში მქონდა, რომ ზუსტად დამატებით დროში თუ უფრო შევძლებდი ამ გამარჯვების მოპოვებას, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბიჭია. მადლობა კიდევ ერთხელ მას. მადლობა შენ ლუკა. მადლობა შენს მეტოქე ლუკასაც და დღეს შენი გამარჯვება, შენი საღამოა. გავაცილოთ აპლოდისმენტებით ლუკა ლომიძე. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე. ეს ვაშკაცი გინახავთ უკვე არაერთ სუპერ ფაიტში და ასევე გუნდურ შეჯიბრებებში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დატრაუმულია, ემირი ხოძეა, ემირ რახიმოვ მეგობრებო. დღეს ემირი გამას ფაით პიტს იზიარებს გიორგი პაპაშვილი. მაშასე მეგობრებო, ჩემგან ხელმარცხნივ ემირ რახიმოვ არის 18 წლის. ლურჯ კამარს ფლობს და წარმოადგენს გუნდს გიმნაზია ემირ რახიმოვი მეგობრებო. ემირის მეტოქე გიორგი პაპაშვილი. გიორგი არის სულ 5 წლის, იწონის 62 კილოგრამს, ფლობს ყვითელ კამარს და არის Last Samurai-ის წარმომადგენელი. გიორგი პაპაშვილი მეგობრებო. ახალგაზრდების საინტერესო დაპირისპირებას გამას ბიჭი დაუმარცხებელი ემირ რახიმოვი შეხვდება 15 წლის გიორგი პაპაშვილს. Last Samurai-დან ყვითელი კამარია ეს ბიჭი. ბავშვებს ხანად არის კამრები და შეახტა ეგრევე. რახიმოვი ძალიან გამოცდილია უკვე, ბევრი ტურნირი აქვს ნაჭიდავები, შედეგებიც აქვს, გამას პიტიც არ არის ახალი მისთვის. პაპაშვილს მე პირადად ხედავ ზოგადად. მთელი კამარიც რო არის, ეგეც საინტერესო არის. თვითონ ითხოვდა ემირ რახიმოვს დიდი ხანი და მიიღო ეს სურვილი აუსრულეს. ნახოთ როგორ წარდგება ემირის სიამაყე არის გიმნაზიის. ძალიან მოქნილი არის და ერთ-ერთი ალბათ გამოზდის მართლა ეს რა ბრიგადი საქართველოში. რაშგარდის შესაბამისია ინსტრუქტორიც წარმოშობით ის თქვა. აქ ნიბარს უპირებს ზემოდან ეხა პაპაშვილი. კი. ეს ერთადერთხელ მაგ ნანახი სამწუხაროდ და შეიძლება რამე მოხდეს ეხა თუ არა აქვს ეხა გასწორებული მუხლი კარგად. შეუძლია ამის შესწორება უფრო კარგად. თუ დაწובה ეხა კარგად ძირს. თუმცა ის ფეხი აქვს, მეორე ფეხით შევიდა შენით ემილი და დაიცვა ყოჩა ძალიან კრეატიული იყო ახალგაზრდა პაპაშვილისგან. 15 წლის ბავშვები დოგბარს აკეთებენ. მე რო დავიწყე ჯიუჯიტსუს გამეკეთებინა, მწვნელი მეტყოდა რომ შვილო.
ჯერ ანბარი ისწავლე. რომელიც ძველი. ყველა შეიცვალა. ნუ ეხა პრო რეალურად ნოგის რასაც ხან ეგ საერთოდ მეც ეგრე მქონდა რა. ანუ მე რო დავიწყე ბანანას პლიტებს რაღაცას ვაკეთებ თავზე და მე ეს გარტფასინგზე და ასე შემდეგ. ეგეც ძალიან ახალიც არ არის, თუმცა ვითარდება რა თქმა უნდა. და დღეს ყველაფერს გასწავლის, ყველა rilsში ხდება როგორ გააკეთო რაღაც. ახან ინსტრუქტორებზე მეტად rilsებს უფრო უსმენენ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი. სამწუხაროდ. გააშნია ხა ინსტრუქტორი ვინ არის? ეგეც მნიშვნელოვანია. თიკოს ბოდილოქი აქვს ხა, მაგრამ ის ვერ გასწდება. Close guards. მეანიშნებს წამოდექიო არ არის ვალდებული ხა რახიმოვი რო წამოდგეს. აურა პოინტებს აგროვებს რომ მე შემილია ფეხზე დგომა, მაგრამ არ გროვდება გრეპლინგში. სამყაროში ჩამოვიდა. დაждდა, ნახოთ რახიმოვის პასინგი, მაგრამ პასინგი არ დაჭირდება, ეგრევე შევიდა სადლში. Outside. მნიშვნელოვანია წამოიღოს მარცხენა ფეხი და მერე დაიწყოს მუშაობა ხა. მაგრამ მარცხენა ფეხს რატომაც აი ეხლა წესით ძალიან უნდა იტკინოს ფეხი პაპაშვილს, თორე წვივი თუ ორივე ფეხსაც შეუტევს. კი ნიბარის ვარიაცია შეუძლია. მეორე ფეხი უნდა აკონტროლოს, რომლითაც თავს იცავს პაპაშვილი, თორე ეს ცალი ფეხი ძალიან რთული იქნება. შეიძლება ესეც, მაგრამ უბრალოდ ირთულებს და არა ხა რეალურად ნილაინი უკვე კარგად აქვს პაპაშვილს. თუ დატრიალდება სწორხარს, მაგრამ ეს ფეხის დაჭერვის მოსაკეთებს. ეხლა თქოს ახოთ აქვს ნილაინი კარგად, მაგრამ აქვს შანსი დაიჭირა მგონი. თვითონ უტევს პაპაშვილი. აქ შეიძლება რაღაც ტრავმა ვნახოთ ეხლა. აი მე რაღაც სუდის უსლი კოლომბე ვერ აქვს გარებული. არ ქონდა და უწევდა რომ ხელი მოიკიდა თავისი რეალურად ტევნით კიდევდა ხელს. რაც ნუ რაღაც ის reinforcement-ად შეიძლება, მაგრამ რთულია რომ კარგად დაატრიალო. ხა უჯლოკის რაღაც ვარიაციას აკეთებს პაპაშვილი. აი უფრო ეს ჩეჩინსკის მოგონილი ის რო არის straight ankle lock-ი. საპასუხოდ შეუულია ხა. არ აქვს ხა კარგად აღებული პაპაშვილს ფეხი. აი ტკივა ხა საკმაოდ, მაგრამ შეიტანა ფეხში. და შეიკავა ტკივილი. მუხლი უნდა გამოიტანა მუხლი საფრთხე აღარ ემუქრება პაპაშვილს. ბრავო ბიჭებს. თქოს უნდა იყოფილიყო საბნიშანი სადღაც აქ, მაგრამ შეიძლება მუხლი აკიკივა, უნდა მეთქო რომ შეიძლება ტკიოდეს სკოაშკარად კი. ფეხი რაღაც არ აქვს იდეალურ მომარებაში. ასე რაღაც მომენტში ამოვიდი რაღაც ცუდის თუც მიგზნობს გული თქო და შეიძლება მოხდა ეგ უკვე. უბრალოდ ცოტა 10 წუთი მაინც უნდა და მე იგზნობს პაპაშვილი თუ კარგად ქონა აღებული ხა ეს ჰილ-ჰუკი რახიმოვს. შეიძლება ისეთი აქციოს არაფერი დაჭიმულობა ქონდეს. მაგრამ აქ არ გვესმის კაცანი იყო თუ არა. მივმართოთ საჯებს და გავიგოთ თუ ვის აძლევენ უპირატესობას. ემირ რახიმოვს მიცეს უპირატესობა და ემირს ეძლევა დამატებით დრო ზურგის აღებით შეეცადოს დაამთავროს ეს ბრძოლა მის სასარგებლოდ. თითქოს ემირსაც ტყიოდა ფეხი რაღაც მომენტში ცოტა წაბარბასდა, მაგრამ ეხლა
თითქოს კარგი მცდელობა აქვს. ხელა შეკრა და დაასრულებს დიდი ალბათობით. ერთი შანსი ეგ აქვს, ხელი ამოიღოს, მაგრამ მალავს ახლა კარგად საკმაოდ ემერი და თავი უნდა შეატყოს პაყოშულმა მარჯვენა მხარეს, თორე ემილა შევა ეს შიგნით. იდაყი გარეთო გაიტანს და დაიჭირა. კიდევ დაუმარცხებელია ემირ რახიმოვი გამას პიჩში. ულოცავთ მას ამ გამარჯვებას 15 წლის გერჩუმაშვილს. მიულოცავთ ემირ გამარჯვება. კარგი დებიუტი გამართლა. და გიორგიც დავაჯილდოვოთ აპლოდისმენტები. ნუ დაგვავიწყდება რომ ეს ვაჟკაცი სულ 15 წლისაა. ხოლო რაც შეეხება ამ დაპირისპირებას რეარ ნეკედ ჩოუკით დამატებით დროში გამარჯვებულია ემირ რახიმოვი. გიორგის გთხოვთ აპლოდისმენტები დაუთმოთ. და გავაცილოთ ეს ვაჟკაცი ოვაციები. ემირ გილოცავ რიგით გამარჯვებას გამას fight pitch-ში. თუმცა ჩემთვის საკვირველი იყო რამოდენიმე გამოწვევა მახსოვს შენსადმი და რატომღაც ვერ ვხედავ იმ ხალხს სულ ახალ ახლებს ეჭიდავები. რაშია საქმე რომ მოგვიყვე? არ ვიცი სად არიან, მე მარტო მატჩმეიკერას მეუნება მაგას ვიღებ. შესანიშნავი. სპორტსმენიც ასეთი უნდა იყოს, ყველასთან მზად ბრძოლაზე. გეგმები მოგვიყევი რა გაქვს? სამწუხაროა რომ გიმნაზია ჩაეხსნა ფაქტიურად ტრავმების გამო შეჯიბს. ამასთან დაკავშირებით თუ შეგიძლია პატარა კომენტარის გაკეთება და პირად ამბიციების შესახებ რომ გვიამბო ასევე. მე ამ გუნდში შეჯიბრში სამიმზადებოდი. დიდი ამბიცია ქონდა. მაგრამ სამწუხაროდ რომ საკმარისად არ ქონდა გრეპლერი რომ კარგი გუნდი აგვიწყო. და მაგიტომ ჩაიშალა. და აქ ვარ მე მაგიტის მაგის გამო რომ ჩემი გუნდი ვასახელო კიდე. ჩემი წუთელი ვასახელო, ჩემი გუნდელები ვასახელო. პავლო ზაიცევი, ორხან რახიმოვი. ადამიანების გარშე ვერცად ვერ მოვიდოდი. ესე მიხვალე მე ყველაფერში. შესანიშნავი. და გეგმებიც რომ გითხრა, უახლოეს დროს თუ გნახავთ კიდე ჩვენს რინგზე რა, fight pit-ზე. მე და კიდევ ვიქნები აქ. მომწონს ჭიდაობა და ველოდები გამოწვევებს ყოველთვის. შენ ხო არ გინდა ვინმეს გამოწვევა? ეხლა არავინ არ მყავს. კეთილი. ემირ რახიმოვი მეგობრებო, გავაცილოთ აპლოდისმენტებით. შემდეგი დაპირისპირება შედგება 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო Ruslan Sharukhaya. Just know I'ma kill this shit every time. Ay, if you tryna go, just know that you gotta wait in line. Ay, I ain't even in my prime. I'm just really ahead of my time. If I don't pick up, just know that I'm fine. Stuck in the grind, I'll be using that time. Ruslanistan. დღეს ჩვენს fight pit-ს იზიარებს Data Kandelaki. მაშასე მეგობრებო, Ruslan Sharukhaya წარის გოჯირას წარმომადგენელი. სულ 15 წლის და ფლობს მწვანე ქამარს. მისი მეტოქე Data Kandelaki არის კლუბი გიმნაზიას წარმომადგენელი, ასევე არის 15 წლის და ფლობს ყვითელ ქამარს. შეგახსენებთ ეს ბრძოლა 57 კილოგრამ კატეგორიაშია. Let's go! ამ დროს პირველ რიგში მაყურებლებს მინდა უთხრა რომ ეხა ბავშვებს უყურებთ. თუმცა მწვანე ქამარი ჯიუ-ჯიტსუში ნიშნავს ბავშვებისთვის შავი ქამარია. მოკლედ შეიძლება თქვა რუსლან შარუხია. ათაკანელად ყველა იცნობთ ყვითელი ქამარი გიმნაზიიდან კვეთრად გამოხატული ლეგლოქერი. საინტერესო შეტაკება უნდა ვიხილოთ ეგრევე დაждდა გარტში კანდელაკი. ნახოთ რეალურად გაგრძელდება თუ არა ის პროცესი, რომელიც აქამდე ვნახეთ, ყველა overtime-ში გადავიდა ჯერჯერობით. თუ ვიხილავთ შედარებით სწრაფ საბმიშენს,
აი კარგად ცვლის კუთხეს, კარგად უტევს ახლა კანდელაკი. სამკუთხედი აქვს. მარცხენა ფეხზე აპირებს გასვლას რათა უბრალოდ ჯერჯერობით ვერ აწევინა ის ფეხი. რეალ შანსი აქვს ახლა სურზეც გადაუვიდეს ახლა. სარორსა საბმიშენს ეძებენ რაღაც ნეკნების. აქია ნაკეთდება ეხლა. ნუ რაღაც ტიპის რიბ კრაშერი. კარგი რა ბავშვებო. ალბათ შავქამრამდე არალეგალურია, მაგრამ არა უშვის. 80 წლის ბავშვი იმედია მაგას არ აკეთებს. არა, აშკარად მარცხენა ფეხის პოვნა უნდა უბრალოდ არ აძლევს უფლებას. ბიტებს აძლევდნენ ხა ინსტრუქტორები ფაქტია, რომ დანებდება. ზურგის აღების შანსი აქვს ახლა თუ გაუკონტროლა მარცხენა ხელი. არა, აშკარად საბიშნეს აპირებს აქედან კანდელაკი, კუთხეს მაგას ეუბნება რომ ცოტაც დანებდება. თუმცა არ ამგონია. გარბარზე გადაცვალა. თუ არ ბაიარ გამოვიდა ეგრევე შეუძლია მარცხენა ფეხ შეუტიოს იმომილიჯოს ეგრევე გადავა. თან კარგად ის კეიგარდი კანდელაკმა. აი ზუსტად კეიგარდის ფელობა არის. უნდა გააკონტროლოს მარცხენა. გადავიდა ჰილჰუკზე ხა აუტსაიდერში. და თითქმის ხედავ თუ აღარებული. აქვს ახლა შანსი. კარგად აქვს. კარგად აღაღებული. უნდა წააქციოს აუცილებლად წააქცია და ვნახოთ. აქედან თუ ნიბარი ვერ აიღო შანსი ექნება შარუხიას რო ზურგი აიღო ზურგზე შეიძლება ხა აღმოჩნდეს კანდელაკის ედლში ვერ აღმოჩნდა ბუყეწყეო და ისევ მარცხენა ფეხს უტევს კანდელაკი უნდა წააქციოს ისევ აქედან არ გამოვა. აი გამოხსნა ფეხები და გამოვიდა. ყოჩაღებს შარუხიას კაი დასვა იყო მართლა. იმ ზადარი ამ შეტევისთვის. იცოდა აშკარად როგორ უნდა დაიცვა ეს. ნიკაც ეძებს ცდილობს გაცდეს. დაიღალა საკმაოდ დაღლილი არის შარუხია. ასიურობდა თავიდან შარუხია უნდა შეუტია და დაბლ ანდერპასით გაცდა პრაქტიკულად. დარსეძებს ახლა შარუხია თითქმის იპოვა. აი დარსი შეუკრა. და დანებდა კანდელაკი. ბრავო ბავშვებს, საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრი გვანახეთ 14 წლის ბავშვებმა. დარს ჩოუკის. რუსლან შარუხი. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ამ ახალგაზრდა მებრძოლებს. ამ შერკინებაში კი გამარჯვებულია ძირითად დროში რუსლან შარუხაია. დაგაგთხოვთ გავაცილოთ აპლოდისმენტებით. Окей, по-русски пообщаемся. Или по-английски, как тебе удобно. Хороший матч был, поздравляю, достаточно сложный. Как ты сам оцениваешь свой перформанс? И вначале как будто бы тебе было тяжело, но потом Дарс сделал свое. Это с моей точки зрения. С твоей, как все это происходило, расскажи нам. Все так же, как вы и сказали. Сначала ошибку допустил, попался на прием. В конце моя коронка залетела. А прием как? Он был близок или не чувствовал вообще? Чуть-чуть был близок, а так все хорошо. Еще раз поздравляем. Руслан Сарухая, мегобребо. Шарухия, бодиши. Руслан Шарухия. შემდეგი დაპირისპირება შედგება შეთანხმებით წონაში, რომელიცაა 79 კილოგრამი. და პირველი გრეპლერი, რომელიც მე მინდა ვიხმო ჩვენს fight pitch-ში,
არის კოტე ღლონტი. დღეს კოტესთან Fight Pits იზიარებს მიშო გიგლებიანი. მაშასე მეგობრებო. მაშასე მეგობრებო. გრეპლერი ჩემგან ხელმარცხნივ კოტე ღლონტი არის 18 წლის ფლობს ლურჯ კამარს და წარმოადგენს კლუბს ლეგიონს. კოტე ღლონტი მეგობრებო. მისი მეტოქე მიშო გიგლემიანი. მიშოს ბაზა MMA წარმოადგენს კლუბ Warriors. და მიშო არის 20 წლის. აპლოდისმენტები მებრძოლებს, ხო? ვიწყებთ საინტერესო შეხვედრას ჯიცერი, კოტე ღლონტი, MMA მებრძოლი მიშო გიგლებიანის წინააღმდეგ. ჩემი აზრით ამ ბრძოლაში საკმაოდ ძიმე ფავორიტი უნდა იყოს კოტე ღლონტი, თუმცა MMA-ის მებრძოლი, MMA-ის მებრძოლია თუ გამოწვევა არ მიიღო. ნახოთ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკურ ბრძოლაში უნდა ქონდეს უპირატესობა წესით გიგლემიანს. სავარაუდოდ კი კოტე ძალიან ტექნიკური არის. უნდა გამოიყენოს თავის ტექნიკა, აქვს ახლა მას თავის გეგმა და იმ გეგმას უნდა მიყვეს. უსა ფეხზე დაუდგა პირდაპირ. გომი გამიკვირდა. ეგ უნდა მეთქვა. ალბათ connections ეძებს ცდილობს რომ აიღოს მისთვის კარგი პოზიცია, რომ შევიდეს გარჩი, თუმცა დაჩარჯდა. მე ავსვოდებოდ თავიდან 20 წამი მოსინჯა. ესეც კავშირი კეიგარდზე აპირებდა, მაგრამ ისევ აპირებს შეკრამ დახურული გარდი. კოტე ახალგაზრდა კი არის, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს გვარჯიშის და ძალიან მრავალფეროვანი და ტრადიციული სტილის ჯიცერად შეიძლება მოიხსენიოთ. გულისხმობ რომ არ არის რაღაც რიბ კრაშერს მაგალითად არ ველოდები ხა კოტე ღლონტისგან. კი, მაგრამ მრავალფეროვანია საკმაოდ. შარშან ჩაუვარდა 1-6 თვე სამწუხაროდ ტრავმა ჰქონდა და ვერ ვარჯიშობდა, თუმცა მაქამდე და მერეც საკმაოდ კარგი გამოსვლები ჰქონდა პირველ შეჯიბრზე, ტურნირებზე. კოტე MMA-ის მებრძოლებს უყვართ ეს პოზიცია. დიდად არ გრძნობენ აქ თავს უხერხულად. და შეიძლება ვნახოთ ისაც პირველ შეხვედრაში ვნახეთ, როცა გეგმით იყო გამოსული ერთ-ერთი მონაწილე, რომ გაასულიყო ოვერტაიმში. ვნახოთ ახლა რა მოხდება. close guard-დან ახლა ალბათ შეიძლება რომ დაანელოს უფრო და მე რაღაც შექმნას, თუ close guard-ი მუშაობა რთულია, ასე ვთქვათ, ფიზიკურად ძლიერ ადამიანებთან, თან ვინც იციან რასაც აკეთებენ. მაგრამ ზედატანის სამიშენები ვთქვათ close guard-დან დასწრება მაგის საკმაოდ რთულია, შეუქმნა ბევრი დილემა და ნოუგიში ამ დილემების შექმნა კიდევ უფრო რთულდება. თან მაისურის არაცვია, ეგეც ფაქტორი არის. დამიჯერეთ. აი აშკარად სხვაობა არის ფიზიკურ ძალაში. რამდენიმე კარგი საწყისი პოზიცია ჰქონდა shoulder crunch, მხარი ხარს ახრევინებდა shoulder crunch როგორ არის ქართულად, თუმცა ვერ ხრის უბრალოდ აი თავით აწვევა ნიკაბზე ხა და ბალანსი ვერ დაურღია ჯერჯერობით ვერც ერთხელ. მუხლით მიაწექი ბიჭო ზემოდან, მუხლით ჩააჭირე ფეხებში გვერდიდან. ნუ რეალურად შენ თქვის არ იყოს ამ შემთხვევაში მე მგონი ნამდვილად არ ცდილობს რომ გასცეს გარც გიგლემიანი ან ახსნას კიდევაც არ ვთქარდი ყვაყოფილია რომ იყოს გარჩი და დაილოდოს ან overtime-ს ან რაიმე შანსს და ჩემი აზრით სრულიად გამართლებულია ეხა გიგლემიანის მხრიდან აშკარად უპირატესობა აქვს ფიზიკურ ძალაში ალბათ როგორც MMA-ის მებრძოლების უმრავლესობას ძალიან
კარგი კარდიო აქვს და იმედი ექნება ნაკლებად ტექნიკურ ზოლაში ვიდრე ამ 6 წუთში. ამას ალბათ ელოდებოდა კიდეც კოტეკლონტი სანამ აქ შემოვიდა და ჰალფგარდი გვაქვს. ისევ დაბრუნდით აღიდგინა გარდი კოტე. კუთხე მოთხოვა გიგლემიანს ადგომა. თუმცა დაბრუნდა ისევ გარდში თავი დავადო. მაინც უნდათ რომ თავის ნოჭი დავემ იაქტიუროს. ვიდრე თქვათ. კუთხე აშკარად გადის გახსნას თხოვს, მუხლის შეტანას თხოვს. კი. სწორიც არის რა, $1 მილიონ არის გები ამ შემთხვევაში და შტომარი ჩიტო. ой, მართალია. და გარდის გახსნას ვინჩი ვის და გაწირული დაყვები და მუხლები აქვს ნანახი გამაგრეპლინგზე. აქ შეიძლება სამკუთხედი თითქმის შეკრული არა. ზოგადად გამბუთქმა არსებობს რომ ჯიუ-ჯიტსუში ძალა არაფერია, ტექნიკური თუ ხარ არ არის ეგრე მეგობრებო. სისულელი არის. ფიზიკური ძალა ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ყველგან აქვს ფიზიკას მნიშვნელობა, ფეხბურთში აქვს ფიზიკას მნიშვნელობა. თუმცა რა თქმა უნდა ტექნიკას მაინც ახლა შეაფასო უფრო მეტი აქვს, თუმცა უნდა გქონდეს საკმაოდ ძალა შეშინებული ტექნიკები ამუშაო და ასევე ეს არის კარგი კუთხე აქვს ეხა კოტეს აქ შეიძლება კარგად არის გამოსული მარჯვენა მხარის ზურგზე შეიძლებოდა დაბრუნდა ისე გიგლემიანის ენჩი. თან გიგლემიანს არ არის ადამიანი ვინც უბრალოდ ძლიერია ხო ანუ მასაც აქვს უნარები მანაც იცის რა ხდება და ასე შემდეგ. უბრალოდ ძლიერს დაიჭერდა აქამდე კოტე. უბრალოდ ძლიერი ყოფილა. დღეს ყველა რაბერგარდის თამაშით, რაბერგარდის არის მოსული გამას პიჩი. გამაგრეპლინგის სპონსორია ახალი ხედვა და ვინდჰემ გრანდ თბილისი მადლობა მათ მიიყვანა ახლა ვინდჰემთან გიგლემიანმა კოტე. 10 წამი და წესით დასრულდება ეს 6 წუთი. ცოტა რთული არის ხო ის მისცემი. სავარაუდოდ კოტეს მიცემენ, იმიტომ რომ აქტიურობა და შეტევების ცდილობა ქონდა. ის მიცემენ უპირატესობას ამჯერად. ერთსლოვანი გადაწყვეტილებით კოტე ღლონტი იღებს ზურგს და შეეცდება დამატებით დროში მოიპოვოს გამარჯვება. შეტევის ცდილობა ის ვიდა ქონია გიგლემიანს და გასაგებია. აიღებს ზურგს ახლა კოტე ღლონტი. აქ რამდენიმე ოფცია აქვს ხა კოტეს მახჩობად შეიძლება ან ბარგის გადასვლა სამკუთხედი კოტე ისეთი გრიპი აქვს რომ აშკარად არ ბარზაპირს გადასვლას და გაუხსნა ეგ გრიპი ჩავლება გიგლემიანმა ხელის იზოლირება უნდა იზოლირებულია ხელი ეხლა ორი ერთზე უტევს ორი ხელით ხელს და კისერს აქ ექნება შანსი ხა რომ შეკრას ხელები ძალიან კარგი შანსი აქვს ეხა კოტეს აქ და წესით უნდა დაასრულოს და ბრავო კოტეკლონს პირველად უნახეთ მე მგონი გამაგრეპლინგზე ეს თითქოს ბაზი ითხოვე და მიიღე ზურგიდან ერთი ხელით იზოლირება და ორი კიდურით ერთი შეტევა ბრავო ულამაზესი ტექნიკა კოტეკლონის დამსახურებული გამარჯვება უბრალოდ ყოველსა თხოვნა აპლოდისმენტები ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის ხოლო რაც შეეხება გამარჯვებულს ამჯერად დამატებით დროში საბმიშენით გაიმარჯვა კოტე ღლონტი
გავაცილოთ მიშო გიგლემიანი აპლოდისმენტები გთხოვთ. კოტე გილოცავ გამარჯვებას. ვერ შევამჩნია რერნეკე ჩოუკი იყო თუ სხვა რამ. ფრენკით დაიწყო და მე ჩავიდა ყბის ქვეშ. იტოქში ჩოუკი რერნეკე ჩოუკი იყო, ხო? თუმცა ფეხებით დაუკავე ხელები, ხო? თუ რაღაც ცოტა ესეთი უცნაური პოზიცია იყო. როგორი კმაყოფილი ხარ შენი პერფორმანსით და რა გეგმები გაქვს? არ ვარ ჩემი პერფორმანსით ისე კმაყოფილი რა, მინდოდა დამატებით დრომდე დამთავრება. მაგრამ აი კარდიოს ხრი ვერ მომემზადა ისე კარგად რა ამ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ გამოცდები და რაღაცები მქონდა რა. ხო და რავი, შემდეგ ივენზე თუ ჩემ გუნდთან ერთად არ ვიჭიდავე, რავი, ნებისმიერს ვეჭიდავები, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. რემატჩსაც ვისურვებდი რა პავლიაშვილთან. შესანიშნავი. კაი, თქვენ შემდეგ თქოს, როგორც ვიცი, ჭიდაობა გიწევს და შენს კოუჩთან დავილაპარაკებთ. გუნდის სასტავში იქნები თუ ცალკე სუპერფაითის შემოთავაზებას შევცვლებ და მაგის მიხედვით დავამუშავებთ. თუ დავუჭირდი ჩემ გუნდს, პირველ რიგში გუნდს დავეხმარები და პავლიაშვილს მერეც ვეჭიდავები და შესანიშნავი. კოტეხლონტი მეგობრებო, გავაცილოთ აპლოდისმენტებით. და მივულოცოთ გამარჯვება. გადავიდეთ შემდეგ შერკინებაზე, რომელიც შეიძლება თამამად ითქვას, რომ საერთაშორისო დაპირისპირება. ეს ბრძოლა შედგება 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველი გრეპლერი, რომელიც მინდა ვიხმო ჩვენს 8 კუთხა პიტჩში, ზურაბ ჯანჯალია! მივესალმოთ, ზურაბ ჯანჯალია თქვენს წინაშე მეგობრებო. ზურაბთან დღეს Fight Pit იზიარებს სპორტსმენი ავსტრალიიდან ერიკ ამანი. აპლოდისმენტებით მივესალმოთ მებრძოლს. მაშასე გრეპლერი თეთრ კუთხეში ზურაბ ჯანჯალია. ზურაბი არის სულ 18 წლის, თუმცა უკვე ფლობს იასამნის ფერქამას. ზურაბი წარმოადგენს გოჯირა ჯიუჯიტსუ. ზურაბ ჯანჯალია მეგობრებო. ზურაბის მეტოქე ერიკ ამანი წარმოადგენს ერიკი არის ავსტრალიიდან, ფლობს ყავისფერ ქამარს. ერიკი არის 27 წლის და წარმოადგენს კლუბს South Sea BJJ. ერიკ ამანი მეგობრებო. იწყება საღამოს თანამთავარი ორთაბრძოლა, წესით და რიგით ძალიან მაღალი დონის ორთაბრძოლას ველოდებით. 18 წლის იასამნის ქამარი ჩათვალეთ, რომ შავი ქამარია ძალიან მალე. ყავისფერი ქამარი ავსტრალიიდან, ჩემი საყვარელი ქვეყნიდან ჯიუჯიტსუში. ნახოთ ლეგლოკერი იქნება თუ არა ისიც. და ეგრევე შეახტა სამკუთხედზე ჯანჯალია. ნახოთ, აგი და ყუი აქ ჯერჯერობით აღრმაც არის. აღრმარი კი აქ ისავში დაყვით. ავსტრალიელები ისავენ, მაგრამ სამკუთხედე მუშაობს და მოუწევს დიდი ავტობი დანებება ეხლა აქ. ეს კაი დაცვა არის ზოგადად. მეორე ფეხის თუ გადაიტანა ოღონდ სალი ფეხი ძალიან გაუჭირდება, განბარი ხელის გაჭიმის შანსიც აქვს ეხლა. აგა ნიბარიც შეიძლება დანები. ბრავო! 18 წლის ზურაბ ჯანჯალია. საოცარი გამარჯვება, დაწყებული არისო შეაკა სამკუთხედზე, სამკუთხედსაც შეუტია ანბარსაც, ნიბარსაც. პატარა ბავშვები ძალიან მაგრებია. მივიდეთ რეფერისთან. ბერძნულ რომაულის ბექგრაუნდზე. რომელ წუთზე
ლუკა დამეხმარე რა, რომელი წუთი იყო თუ შეგიძლია. პირველივე წუთზე ბრძოლის დაწყებიდან სამკუთხედით გაიმარჯვა ზურაბ ჯანჯალია. ერიკი გავაცილოთ აპლოდისმენტები. ზურაბ გილოცავ გამარჯვებას. ნახდათ არ ვიფიქრებდი თუ ასე უცბად გაასუხარებდი შენს მეტოქეს. რა ენაზეც გინდა? შენ რა ენაზეც ხო გესმის ქართული? არ гесмის? მე გრული მე არ ვიცი მაგდონეს. Русулад гинда. Я не думал, что, смотря на регалии твоего соперника, твои на возраст и так далее, не думал, что так быстро закончится бой. Хотя ты резко изменил и ход боя, и мнение окружающих. Что скажешь на этот счет? Был ли такой план? Ожидал ли ты такого быстрого завершения? И каково тебе вообще бороться в файт-пите? Вообще, я не изучал своего соперника. Я даже не знал, кто он, что он. Я просто выходил, так как у меня большой багаж опыта, и мне без разницы, с кем бороться. А так, вот этот треугольник, да, я сразу понимал. Я себе на схватку уже составлял план, что я буду делать. Если это не пойдет, то буду делать. А программу, да, мне здесь нравится. Вообще вот в Грузии, я же сам грузин, мигрел. И для меня честь даже здесь бороться. Мне очень приятно. შესანიშნავი. ზურაბ ჯანჯალია, მეგობრებო. ასე ნელ-ნელა მივაგორეთ სიტუაცია main event-ამდე. მეექვსე ბრძოლა, მეგობრებო. და მე მინდა ვიხმო პირველი კრეპლერი. ეს ბრძოლა საერთაშორისო ხასიათს ატარებს. და მე ვუხმობ მოჰამედ ბადუან. მივესალმოთ მოჰამედს. მოჰამედთან დღეს რინგს fight pits იზიარებს გიორგი ჯღამაია. მაშასე მეგობრებო, ეს შერკინება შედგება 75 კილოგრამწონით კატეგორიაში. სპორტსმენი ჩემგან ხელმარცხნივ მოჰამედ ბადუან წარმოადგენს Grapple Streets და Gladius ორ კლუბში ემზადება ახალგაზრდა. არის 20 წლის, არის პალესტინიდან. მოჰამედ ბადუან მეგობრებო. მოჰამედის მეტოქე თქვენთვის უკვე ცნობილი გიორგი ჯღამაია არის 21 წლის, ფლობს ლურჯ კამარს და წარმოადგენს კლუბ ჩემპიონთა აკადემიას. გიორგი ჯღამაია. მივედით საღამოს მთავარ ორთაბრძოლამდე. გაგრძელებთ უფრო გამოცდილი გრეპლერი გიორგი ჯღამაია მოჰამედ ბადუანის წინააღმდეგ. გამმა გრეპლინგის სპონსორი ახალი ხედვა და ვინჰემ გრანდ თბილისი. გამოცდილებით და უნარებით აშკარად უფრო გამოცდილი არის ჯღამაია, თუმცა ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი ბატონი მოჰამედ ბადუანი გამდლებობითაც. გიორგიც არ არის სუსტი ფიზიკურად, აქვს მონაცემები, ანუ ფეხზე შეუძლია ჭიდაობა. რეალურად ბოლო მატჩშიც რაღაც ზონეზე გაიკეთებინა. ეხლა გადაწყვიტა
თუმცა ყურადღებით უნდა იყოს. ბუთ არ გვინახავ ჯერჯერობით ის ჭიდაობა პიტჩი. გავამხნელო ცოტა ბიჭები, გავამხნელო. მე ზოგადად თმების მოწინააღმდეგე ვარ. აგილიოტინის ისე აიღო ნახოთ რას მოიფიქრებს აქედან. ოფცია ბევრი არის. და თითქოს მარა დარსი შეიძლება კარბარი შეიძლება თუ აიღო გვინახია რომ მიაქვს არა გამოსული დაიცვა თავი მოხალმა ეს ანბარი გვახსოვს ახლობით ასეთი ანბარი გვახსოვს ზოგადად უყვარს საით კონტროლი და როგორ მტკივნეული გამაგეს ერთ საყოველითი არის ქვედა საით კონტროლიდან ანბარზე გადასვლა ძალიან მოქნილია ეს ბიჭი გამორჩეულად შეუძლია ფრენჯების მოძრაობა ერთი ბათახლაი ჰუკი აქვს მუჰამედს კისერს ეძებს მაგრამ ეხლა მაუნთი უნდა ეძებოს დაიბრუნა ფეხი ჩამოი ეს კუთხე მიუთითებს რომ ჯერ გარგასდეს აი გაცდა მარტივად ისევ ეძებს ძალიან აქტიურია ჯამაია ოიშორა ეხა ფიზიკურად არ უნდა დარჩეს ეხა სურგზე იმიტომ რომ ადგი რეტევი შეიძლება დაიღალოთ ან ხო ნუ ეგ ცუდის ნიშანია ჩემთვის რა შეიძლება გეკომფორტულებოდეს ზურგი დამუშავა მაგრამ ზევით რო ხარ ოპონენტს არ უნდა აგზნომნოს ესე რომ მარტივად შეუძლია გადაგაბუროს რას ვთქვათ რა და ყველა პოზიციაზე ჩემი აზრით უნდა იბრძოლო როდესაც ხარ სპორტსმენი ახლან გაილსი გიორგი ჟღამაიასგან ძალიან პასიური კონექშენი უნდა კონექშენი მუჰამედს რაღაცეები არ მოიწვა როგორც ჩანს და ცდილობს რომ იპასიუროს ძალიან დაღლილი არის მუჰამედი ჩემი აზრით ეს ნუ გამოიყენოს გიორგიმ გიოტინაზე ხა აქვს შანსი და დიდი ალბათობით გაიგუდება ამ კუთხიდან მე მგონი გადაატრიალოს სავარაუდოდ თუ მარცხნივ წაიყვანს უფრო შეიძლება აი არმენი იყო და ვერ მოახერხა დასრულება ძალიან მარტივად შეიწყნა ორივე ხელი და სავარაუდოდ გამოიტანს და თითქმის გასდა ფეხზე უწევდა ფეხზე ძალიან კრედლ საპირებს თითქოს მუხლი დაადო მუცელზე აქ კროსფეის ჭირდება წესით მუჰამედს რატო ელოდება ვეხვდები ხა როდესაც ზეწოლას მუჰამედი არადეს მუჰამედს ჭირდება რა თქმა უნდა ზეწოლა დაადოს მარტივი რიქავერია ხა ჯამაიასთან ახერხებს კიდევაც და ჩოიბარი ისე თითქოს ფიზიკური ძალიან სუნთქვა რომელიღაც აკლია ჯამაიას არა და ბევრი ლეთის სადაც ძალიან თითქოს ბევრთან იყო ახლოს თუმცა გადამტყვეტ ფაზაში დასრულების დროს რაღაცას აკლებს ყოველთვის ძალიან მარტივად დაადო ხა ეს არის უბრალოდ დათმობა და ეძებს აი რაც თქვი შენ საიკონტროლიდან ჩემი გემოვნებაში ეგ არის რომ ანუ ეგ ჩემთვის ეგ არის რომ გაგცდებიან და მეც და არა ის რომ გააცდენ და ისევ ეძებს ხა და ჰილუკი აქედან ძალიან საშიშ პოზიციაში არის ხა ჯღამაია თოჰოლდით პასუხობს ზოგადად სუდიდია მაგრამ არ აქვს კარგად ჰილუკი აღებული თუმცა თვითონ საშიშ პოზიციაში არის ჯღამაია ვიდრე მუჰამედი კი მაგას ვძახი რომ გაცვლა ჰილუკის თოჰოლდთან არ არის კაი თუმცა ახლა რეაქციებს იწვევს მუჰამედი დატრიალდა გამოვიდა 50-50 პოზიციაში აღმოჩნდნენ ხო 30 წამი დარჩა უახლოვდებით საკმაოდ აქტიური შეხვედრა ვნახეთ ბევრი თევა და აქ კარგად თითქოს აიღო ეხა ქუსლი მუჰამედმა თითქოს კი არა ვეღარ
აქ აძლევს ეხა კურსმა დაკითხა კუთხედი მუჰამედმა. აკმაოდ ახლოს იყო რაღაც საბმიშენებთან მუჰამედი ბოლკეთებში. გაცილებით აქტიურად დაიწყო ჯგამბაიამ და თუ არ დასრულდა სავარაუდოდ მაინც თვითონ წავიდებს. ხა ეს თოკი გაჩაღდა ბოლოს წელს. გოლებს შორის სადებს დაავადოთ. სპორტსმენებს ხოთ მიხვიდეთ რინგის რეფერისთან და გავიგოთ თუ ვის აძლევენ უპირატესობას. მსაჯები. მაშასე. ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ზურგის აღებით იწყებს გიორგი ჯღამაია. ჩემი არის სწორი იყო არ მინდოდა ხსნასაკმა. ბევრად აქტიური იყო რაღაც ყიში, ბოლოს ამერზე ქონდა რაღაც თეორიული მუჰამედ თუმცა საკმაისი არ იყო ალბათ. არ იყო ისე. დაუწყეთ ზურგი აიღო გიორგი შეკრა ეგრევე ტანის აკუთხე. 2-1-ზე ემუშავება მახჯობელ ახლოს მუჰამედი. თუმცა გააშვებინა ერთი ხელი. შედის შანსი რომ შეკრას. ძალიან კარგი შანსი აქვს ჟღამაიას აქედან შეუულია დასრულება. ახლოს არის საკმაოდ და დანებდა გაიმარჯვა გიორგი ჟღამაიამ. კარგი კორექტირება მოახდინა. თითქოს ნეკიტის და გადავიდა გეიბლგიცი. თითქოს ამერად გამოძრა მომენტში მუჰამედი მეორე ხელი გამოიტანა, თუმცა ეგრევე ჩაასწორა და უმაღლებელი ბრძოლა დამთავრებულია. ამ შერკინებაში დამატებით დროში Rare Naked Choke-ით გამარჯვებულია გიორგი ჯღამაია. მოჰამედ ბადუანი გავაცილოთ აპლოდისმენტებით. გიორგი, სადმე დიხარ? მოდი ჩემთან. 2-2 სიტყვით გავისაუბროთ. ოკეი. დაკომპლექსებულია გიორგი ეთყობა. ოკეი, გავაცილოთ აპლოდისმენტებით. ბიჭები. მეგობრებო, შემდეგ თვეში ჩვენ გველის გუნდური დაპირისპირება ნახევარფინალი Black Eagle ლეგიონის წინააღმდეგ. ამასთან ერთად არაერთ სუპერ ფაიტს შემოგთავაზებთ ჩვენ, ხოლო რაც შეეხება გამას საბრძოლო ვიკენდს, ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ ხვალ გამა Matrix ზეგელით ზეკირო თუ გამაზე. სულ ეს იყო. დასრულდა ჩვენი ივენტი. და ვიყავით ლუკა კვარაცხელია და თემო მამაცაშვილი. მადლობა გამა გრეპლინგის სპონსორებს, ახალ ხედვას და ვინჰემ გრანდვილის შემდეგ თვეს ნახევარფინალი გებრუნდებით ლეგიონი Black Eagle-ის წინააღმდეგ. გემშვიდობებით.